თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ ვლადიმერ იმნაძეს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ლევან იზორიამ სტუმარს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გაუზიარა და მისი მოსაზრებები მოისმინა. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბუნებრივია ვეტერანების მოსაზრებას, დავსახეთ თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული გეგმები და თავდაცვის სამინისტრო მისი კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივია გააგრძელებს ინტენსიურ და აქტიურ თანამშრომლობას ვეტერანებთან მომავალში. თემები, რომელიც დღევანდელ ჩვენ შეხვედრაზე განვიხილეთ, ეს თემებია, რომელიც წამოჭრილია, რომელიც აწუხებს ვეტერანებს, ვეტერანთა სამსახურს და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივად. ამიტომ ურთიერთქმედებაში უნდა გადაწყდეს ის საკითხები, რაც ვეტერანების წინაშე დგანან. ის პრობლემები, რომლებიც ვეტერანების წინაშე დგანან.